მოგესალმებათ მარტოობის 15 წუთი. დღეს ჩემი სტუმარია ჩემი ბავშვობის კუმირი. ამას შეიძლება შენიხლა იგებ, მაგრამ ეგრეა. გოგოს იდეალი ნინა სუბლატი. მადლობა. იმ დღეს ლაპარაკობდით მართლა ბავშვები და აღმოჩნდა რომ გოგოიან ბიჭიანა ყველა ქრაშავდით ბავშვობაში. ძალიან მიხარია. და ძალიან მიხარია რომ შენთან ერთად ვარ დღეს. მეც ძალიან მიხარია. მართლა საერთოდ არ შეცვლილ ხარ ეკრანზე რაც მახსოვ ხარ ბავშვობაში ზუსტად იგივე ხარ. ამაზეც მგონი კარგია. ეგ არის ძალიან მაგარი ხო? ჩემი გადაცემა ნანახი გააქვს? პირველი კითხვა იცი? ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩა? სხვა შორის რა ვნახე, ფიქრობდი და სულ რაღაცა ერთი და იგივე ვარ მათ შორის მარტოც რო ვარ მაშინ და სხვებთანაც just ნინა ხო? კი, რაღაცა ის არ მაქვს ხოლმე განცდა რომ სხვებთან სხვანაირი ვარ და მე სახში რომ მივდივარ, რა კარგია რომ მოვედი და რაღაცები ჩამოვიხსენი, ან კომფორტულად ვარ ყველგან. მაგრამ სიმარტოვე უფრო გიყვარს თუ სიმარტოვე უფრო მიყვარს კი. სიმარტოვე უფრო მიყვარს, მაგრამ მაგდენად ბევრ ხალხსაც არ ვეურთიერთები, რომ თქვა, რომ აი რაღაცა მეჭრება ცოტა აურა ურთიერთობებში, რაღაცა აი ვინც ძალიან სიამოვნებს და ვისთან ერთადაც ძალიან მისწორდება თანაარსებობა, მარტო ისინი არსებობენ ჩემ ცხოვრებაში, ჩემს კარიერაშიც, ჩემს ნებისმიერ საქმეშიც. და ძალიან კომფორტულად ვარ, აი რაღაცა ისეთი პირები არასდროს არ მხვდებიან, რომლებიც მე თვითონ არ მაინტერესებს, ან არ მსიამოვნებს და მოწყობილი მაქვს ცხოვრება მოკლედ. და დროებითი ადამიანები ყავს ხოლმე თუ რაღაც სტაბილურად ერთი და იგივე გარემოცვაში ხარ სულ, რაც თავი გახსოვს. დროებითი არ ვიცი, მე მგონი ესე ვერ გაიგებ ხა რაღაც დროებითია თუ არა, ზოგი ხა მყოლია რო გგონია რომ მთელ ცხოვრებას მაგათთან გაატარებ და რო აღმოჩნდება რომ სხვანაირად არის. ამიტომ რაღაც მხრივ ალბათ ყველა დროებითია, რავი, ჩვენც ყველა დროებითები ვართ და მაგის მიმღებლობა მაქვს ძალიან დიდი. და უფრო საინტერესოა და მგონია რომ არც არის აუცილებელი რომ ვიღაცები გამუდმებით იყვნენ ჩვენ ცხოვრებაში, როგორც კი ეს რაღაცა ენერგეტიკული თანაფარდობა არ გვაქვს ერთმანეთთან, პირიქით უმჯობესია რომ არ ვიყოთ ხოლმე ერთად და ძალიან ვრევთ ერთმანეთს რა სინამდვილეში, ამიტომ ესეთი long რაღაცა რატო გადავედი ინგლისურზე, მაგრამ აი დიდხნიან მეგობრებსაც ძალიან ვაფასებ და ძალიან ცოტახნიან მეგობრებსაც ძალიან ვაფასებ. ყველასგან რაღაცა საინტერესო შემოდის. ხო, ამის მიმღებლობა რო გაქვს ძალიან კაია, რომ გაშვება შეგიძლია რაღაცების. ეგ ბავშვობიდან ეგრე გაქვს? აი ეგ არ მახსოვს ბავშვობიდან ეგრე მაქვს თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ასე მაქვს, რომ ვაკვირდები რა, ძალიან მიყვარს დაკვირვება და ვაკვირდები ხოლმე, როცა ადამიანი აღარ არის ჩემ ცხოვრებაში ნებისმიერი მიზეზით, ყოველთვის რომ გადავხედო წინარე მდგომარეობას, რა წინარე სიტუაციას, რამდენიმე თვით ადრე რა ხდებოდა. სულ ხვდები ხოლმე, რომ არც მე ვუწყობდი რაღაცაში ხელს, არც თვითონ არ მიწყობდა ხელს, პირიქით, რაღაც ხელის შემშლელი იყო ჩვენი ურთიერთობა და მე რაღაცა ყოველთვის ხდება, რომ აი დავასრულეთ რა, წერტილს ვსვავთ. და ეგ როგორც კი გავიაზრე, ძალიან დავაფასე სიმართლე რო გითხრა, რომ აი აუცილებლად უნდა შეგეძლოს რა ადამიანების, კი არა, ყველაფრის გაშვება უნდა შეგეძლოს საერთოდ ცხოვრებიდან, მათ შორის შენი ვერსიებისაც. და როცა დრო მოდის, ხანდახან არ მოდის, მაგრამ ხანდახან მოდის, რომ მე ისევ რაღაცნაირად ერთნაირ ვიბრაციებში ხართ და ბრუნდებით. მე ისევ ვიშლებით, მე ბრუნდებით და ესე რა. ან საერთოდ არასდროს არ ბრუნდებით და ეგეც ძალიან კარგია. მოგონებებით გიცხოვრია. ეხლა უცებ რატოღაც მომედი რომ ეგ მეკითხა შენთვის. თუ სიმღერა მაგ დასაწერი კი, მაგრამ ისე არა. ანუ მაგის გაშვებაც შეგიძლია რა, რომ აი არ გაფლეშბექებდეს, არ გაგონდეს. არასდროს არაფერზე არ მაფლეშბექებს საერთოდ. ანუ ახალი ფურცელი როცა გინდა, მაშინ ხარ ახალი ფურცელი. ეგ ძალიან მაგარია, ამას რომ ჩემი აზრით მიღწევა ჭირდება. ალბათ ხო. ბევრი გიმუშავია ეს საკუთარ თავზე, რომ აი ეს ყველაფერი შეძლო. ალბათ რაღაცები გაწუხებდა რა საკუთარ თავში. არ ვიცი, იცი რა არის, კი არ მაწუხებდა, პირიქით არ მაწუხებდა. სულ ეგეთი ტიპი ვიყავი, რომ არ I don't give a damn. რაღაცა ეგეთი ტიპი ვარ,
როცა შეიძლება მერწყული ვარ უბრალოდ და რაღაცა მაგის დამსახურება, მაგრამ როგორც კი ეგიდები შემოიჭრა, რომ რატო არ მაწუხებს და რაღაცას აწუხებს, ჩემ მეგობარს აწუხებს, რომ აღარ მეგობრობთ, მე მაგრად კიდია მაგალითად. მივხვდი რომ ან რაღაცა ესეთი ვარ და არ მინდა რომ თავს მოვიხვიო რა, ან ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და შესაბამისად აი ჩემთვის ცხოვრება არის ძალიან მარტივი, ყოველდღიურობაც ძალიან მარტივია, სირთულეებიც ძალიან მარტივია და სიმარტივეებიც ძალიან მარტივია. რაღაცა აი ეს სირთულეებიც ძალიან მარტივია, ალბათ. აი სულ მარტივია. სულ ძალიან მარტივია. ანუ არ უღრმავდები და ეგ არის გასაღები რომ მარტივია. ძალიან უღრმავდები სინამდვილეში. ხო და მაშინ მომიყევი, აბა აი რაღაცა სირთულეს შეხვდი, ჩაუღრმავდი და მივხვდი რომ აზრია რა. და გამოვბრუნდი უკან. ხო. მე მახსოვს შენ რაღაცა ბუმი შენი კარიერის და მე თითქოს გაქრი. ხო, მივხვდი რომ აზრი არ ქონდა. ხო? ეგ იყო მიზეზი. კი, ანუ აი ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რამეს თუ აკეთებ, ძალიან სიამოვნებდეს იმის კეთება და რასაც შინაგანად ვგრძნობ, შემეძლოს, რომ აი რაღაცა გარესამყაროშიც გადმოვიტანო რა, ეს შეიძლება ხელოვნება იყოს, შეიძლება ურთიერთობა იყოს, ნებისმიერი რაღაცა რა. როგორც კი ეს მეკარგება ხომ აი ეს ფარკს, რასაც ეძახიან, როგორ არის ქართულად ნაპერწკლები ხო. როგორც კი აღარ მაქვს ხომ ისეთი მძაფრი, ხვდები რომ რაღაცა დროა რომ შევცვალო რა, ნებისმიერი რაღაც რაც არ უნდა იყოს და ამაზე ვიყავ ძალიან ბევრს ფიქრობ, ესე არ არის რომ რაღაც, მაგრამ ეს ფიქრიც ძალიან მსუბუქია ყოველთვის არასდროს რაღაცა ისეთ არ განვიცდი, იმას არ ნიშნავს რომ არაფერს არ განვიცდი არასდროს, ახლა ეს ყუილი იქნება, მაგრამ ეს ჩემი განცდებიც არ არის ისეთი, ვთქვათ, დამანგრეველი, რომ რაღაცაში ხელს მიშლიდეს პირიქით რა, მაგასაც თავისი სილამაზე აქვს და თავისი ხიბლი აქვს, რომ აი სადამდე, სხვა შორის რაღაც რამდენიმე წლის წინ ის მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია და მივხვდი რაღაც მომენტში, რომ ეგეც ძალიან მაინტერესებდა რა, აი მაინტერესებდა ის სადამდე ჩავიდოდი, აი როდემდე ვიქნებოდი აი მუბედურებაში რა, დრამაში სადამდე შემეძლო რომ ჩამეყვინთა ესე ვთქვათ და კაი ხანი ვიტრიალე, ძალიან ბევრი რაღაცა გავიგე, ძალიან ბევრი რაღაცა მივიღე. მაგრამ როგორც კი მივხვდი რომ არის რაღაცა უძირო, ანუ აი ფსკერამდე რაღაც მხრივ ვერასდროს ვერ ჩახვალ, იმიტომ რომ ყოველთვის შეგიძლია რომ უარესად და უარესად იყო, აი ყოველ საათში შეგიძლია რომ უფრო მძიმედ იგრძნო თავი. მივხვდი რომ ნუ აღარ მჭირდება რა, აღარ არის საჭირო ესე იგი ჩემთვის დეპრესია და ძალიან ბევრი წელი ვიყავ. ბევრი წელი არ ვიცი, ერთი ალბათ 2 წელი დეპრესია მქონდა, რომელმაც გამიარა ვიცი 3 დღეში, 14 დღე დავთქვი, რომ მეთქი 14 დღეში გადავხედავ, რაღაცა ავღბეჭდე რა ფოტოებით, რომ მეთქი მახსოვდეს ეს მომენტი, რომ ეხა ძალიან ძიმეთ ვარ. და 2 კვირაში თუ ამაზე ოდნავ უკეთესად ვიქნები, ეს უკვე ძალიან კარგია. 3 დღეში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ უკეთესად კი არა, ჩვეულებრივად კარგად ვიყავი რა. და ეგრევე მივხვდი, რომ აღარ მესაჭიროებოდა უბრალოდ რაღაცა დეპრესიაც აღარ მჭირდება. და ფიქრები მიმართეს სხვა რაღაცა გზისკენ? ფიქრებს საერთოდ გავაქრე. აი არ ვიცი, ცოტა ისეთი რჩევა არა ვიღაცები, რომ ელაპარაკებიან ხოლმე დეპრესიაზე, მაქსიმუმ ეს ურჩიო, მაგრამ მე მივხვდი, რომ ძალიან ისეთი რჩევაა, ძალიან სპეციფიური რჩევა, მოდი აღარ იფიქრო. ჩემთვის ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელია მედიტაციობ და რა არის, რომ არ იფიქრო, ეს ძალიან კარგად ვიცი. და იმ მომენტში შევძელი, რომ აი არც პოზიტიური, არც ნეიტრალური, არც ნეგატიური, არანაირი ფიქრი საერთოდ თავში არ მქონოდა რა, ის სიცარიელე. რაღაც რა, იმდენად ცარიელი რო ხარ, რომ ფაქტიურად ქარი თუ შემოიჭრება შენ გონებაში რა. ეგ სიცარიელე ისე როგორი განცდა, შენ გამშვიდებდა ალბათ. მე ძალიან შემეშინდა ახლა, აი უცებ სიცარიელის. არანაირი ფიქრი რო არ შემოდის. ხო, სხვათა შორის ამაზე არ მიფიქრია, სანამ ერთხელ მაგ წაკითხული და ახლა მეორედ შენგან მესმის, რომ ძალიან საშიში მდგომარეობა არის ადამიანისთვის, იმიტომ რომ ადამიანს ყველაზე ძვირფასი რაც შეუძლია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეუძლია არის ფიქრი, ხო? ანუ ამის გარეშე ჩვენ ადამიანები უბრალოდ არ ვიქნებით და ამით განსხვავდებით ყველაფრისგან და ყველასგან, ცოცხალი არსებებისგან მინიმუმ.
და როდესაც ეს არ გაქვს, ხო, ძალიან უცნაური პოზიცია ზოგადად რო იყო, მაგრამ ასევე ძალიან შესაძლებელი და ძალიან საინტერესო რა, რაღაც მხრივ ალბათ ზეადამიანური, არ ვიცი. ზეადამიანური მგონი რომ არის. და აი ეს ფიქრები, ცუდი ფიქრები რა იყო, რაც გაწუხებდა დეპრესიის დროს. აი რაღაცა ყველაზე შეუპოვრად რომლებიც გაწუხებდნენ. აუ, ძალიან კარგად თქვი, ზოგადად შეუპოვრობა მაწუხებდა ცუდისკენ მიდრეკილებაში. ანუ ყველაფერი ცუდი იყო, ესე რომ რაღაცა გამოვყო, რომ განსაკუთრებულად ერთ კონკრეტულზე ვფიქრობდი, არა, ყველაფერი, რაზეც არ უნდა მეფიქრა, იყო, ну, ძალიან ცუდი რა. ძალიან ძიმე და ზოგადად მომავლის ხედვად. საერთოდ ეგეთი რაღაცა არა, დეპრესიაც და ზოგადად არა სასიამოვნო მდგომარეობაც, რომ ეხლა როდესაც ამ მომენტში ხარ, აი მარტო აქ აი ამ წამს, ამ წინას არა და არც შემდეგ, აი ამ წამს კონკრეტულად თუ არაფერი ასე არ გტკივა ფიზიკურად, ეს მომენტი ძალიან ჩვეულებრივია და ძალიან ნეიტრალური, ანუ არაფერი არ არის, არანაირი კონცეფცია, არც წარსულის და არც მომავლის ამ მომენტს არ აქვს რეალურად. ის მომავალი არის ხოლმე ძალიან მტკივნეული, რომელიც თითქოს ხანდახან მიუღწეველია, ან ძალიან რთულია, ან წარსულია პირიქით რთული და აი რაღაცა ორი არ არსებული გიტევს რა, არც იქ ხარ, სინამდვილეში არც აქ ხარ, აქ ხარ, მაგრამ აი ეს ორი რაღაცნაირად ერთმანეთს ეჯახება, თორე აი როგორც კი მიხვდები, რომ არაფერი არ ხდება და ეხლა მე ამ წამს შენ გიყურებ და ამის გარდა არაფერი არ ხდება, ეს ძალიან ნეიტრალურია. პირიქით შეიძლება პოზიტიურიც იყოს, რატომაც არ ვსაუბრობ. ამ წამს გავაცნობიერე, რომ ამ მომენტის გარდა არაფერი არ ხდება. როცა შენ ეს თქვი და ეს იყო აი მე ძალიან სულად გავხდი, იმიტომ რომ იქ მომავალში იმდენი რამე ხდება, რომ უცებ მივხვდი რომ არ ხდება. იქ ხდება არაფერი არ არსებობს, ხო, არსად. და შენი გონება გარეალისტურე? ანუ მეოცნებე ხარ? ჯობია ეგრე გკითხო. აუ არ ვიცი, აი მეოცნებე ვარ, არ ვიცი. ზოგადად კარგი ფანტაზიის უნარი მაქვს, ეგ ერთი. მაგრამ სულ ფიქრობ, ოცნებად არა ფიქრობ, ალბათ ისეთ რაღაცეებზე. ოცნებითაც ხო ეგრე ხარ, რომ რაც გინდა, შეიძლება არ იცი რომ გინდა, მაგრამ ეს ოცნება ხო არსაიდან არ მოდის, რომ ყოველთვის რაღაცა არის შენში. და იმის ვიზუალიზაციას ახდენ და მე აი ის ვიზუალიზაციასაც ვახდენ ხოლმე ის მე სულ ხდება, ანუ მანიფესტაცია რა ერთგვარი რა. მე ვაკეთებ სულ. ხო და არ ვიცი ხა ეს რამდენად ოცნება ქვია ალბათ ხო, მაგრამ მე რეალობად იქცევა ყოველთვის, შანსი არ არის. აი სისულელეც კი რაღაცნაირად შეიძლება სხვა ფორმით საერთოდ, მაგრამ აუცილებლად გადაგხდება. და მუსიკიდან რო წახვედი, ეგრე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წახვედი იმ დროს, მაშინ როცა წახვედი. აუ, მაგ დროსაც არ წავედი სინამდვილეში, უბრალოდ მივხვდი, რომ არ მინდოდა აი დისკომფორტი შემოვიდა ძალიან რა, ანუ არის რაღაც კონკრეტული ადგილები, სადაც ძალიან არ მისწორდება რომ ვიყო ის ხალხიანად და გარემოიანად და არ ვიცი, გადაცემიანად არ მისწორდება რა. რაღაც შენი ვალდებულებები გაქვს, რა თქმა უნდა, რომ მარტო ის არა მუსიკას ვაკეთებ და ცხოვრობ ამით, ეგრე არ ხდება ახლა ამ ქვეყანაში, თუ შეიძლება სხვა ქვეყანაშიც არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ისეთებში ვიღებდი მონაწილეობას, სადაც მონაწილეობა არ მინდოდა და უბრალოდ ისე იმდენად დაგროვდა ჩემში ეს დისკომფორტი, რომ აღარ მიყირდა რა არაფრად და მივხვდი, რომ უბრალოდ აღარ უნდა გამოვიშვიდე მაგ ადგილებში, აღარ უნდა ვიარო, აღარ უნდა ვუპაზუღო ტელეფონს და ასე შემდეგ და მუსიკას ესე სულ ვაკეთებდი, რომ ეგეთი მომენტი ცხოვრებაში, რომ მე მუსიკას არ ვაკეთებ, არ არსებობს, სულ ვაკეთებ. და პარალელურად კიდე რას აკეთებ? პარალელურად ძალიან მიყვარს ეზოთერიკა და მაგას ვაკეთებ და პრინციპში რაღაც ხო ჩემი პროფესიაც გახდა, ეხლა ვარ მაგალითად ოშოს აქტიური მედიტაციების ფასილიტატორი. ფასილიტაცია, აი როგორც გიდი დაახლოებით რა. სადაც ერთ-ერთი პუნქტია, რომ ასწავლო, რომ არაფერზე ვიფიქრო, თქვა ვამბობ. ხო თუ იცი რა არის? კონკრეტულად ოშოს აი მე რა განხრითაც ვარ, მანდ ხო მე არ გასწავლი რომ არ იფიქრო, მე არაფერს არ გასწავლი სინამდვილეში, უბრალოდ ინსტრუქციას გაძლევ და რაღაც ვექტორს გიჩენ, რომ აი როგორ შეიძლება რაღაცა გააკეთო. დანარჩენს შენიჩვები, ეს უფრო არის რომ ყურადღება მიაქციო შენ სხეულს,
მიხვდე რომ სინამდვილეში შენი სხეული ბევრ რაღაცას იწვევს აქ და როგორც კი აქედან რაღაცეებს გამოდევნი და მისცემ საშუალებას რომ გამოიხატოს და ეს ენერგია რაც დააგროვე, აი თუნდაც მთელი ცხოვრება რო არა იყოთ დღეს დილიდან რო გაიღვიძე და აი რავი რომელია 8 საათამდე რაღაცა ხო დაგიკროვდა სხეულში. აი ამ ყველაფრის გამოფერთვის გზას გეუბნები უბრალოდ და აქედან როგორც კი გათავისუფლდები ძალიან მარტივი ხდება მე რომ გონებაც გაათავისუფლო. პირიქით გონებას თვითონვე უნდა რაღაც მხრივ რომ გათავისუფლდეს რა. უბრალოდ რთულია მისთვის ამის აღიარება, იმიტომ რომ მიჩუ რაღაცა ლუპი არის რა, როგორც აი მთელი ცხოვრება ფიქრობ, აზროვნებ რაღაცებს, ალაგებ და მე უცებ წკავდა ეხა აღარ ვიფიქრო, ესე არ ხდება ხოლმე, მაგრამ აქ რო არის თავისუფლება, მე ისიც მარტივად მოდის შედარებით. ხანდახან მოულოდნელადაც. აი ამ დეპრესიის მე მიხვედი მაგამდე რომ მოგიდა მანამდეც დაინტერესებული კი, ესე 10 წელი ვაკეთებდი ამ ოშოს მედიტაციებს, ესე ჩემთვის ძალიან მიყვარდა, ძალიან არ ვიცი, აი რაღაც კონკრეტულ ტექნიკებს ვეძახი ხოლმე კაცობრიობისთვის საჩუქარს, რომ აი ვიღაცამ, ესე იგი, ისე გაეხსნა გონება ადამიანს ამ შემთხვევაში ოშოს, რომ რაღაც საოცარი და უმარტივესი ტექნიკა მოიგონა, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია რომ კარგად ვიყოთ რა რეალურად რა და 10 წლის წინ ისაც ძალიან მიყვარდა მედიტაცია, ну ოშო კონკრეტულად 10 წლის წინ შემოვიდა და მას შემდეგ ხო რა, შეიძლება ყოველ დღე არა, მაგრამ ეგეთი პერიოდებიც მაქვს ხოლმე, რომ სულ რაღაცა მაგალითად 21 დღე ერთ კონკრეტულ რაღაცას ვაკეთებ და ძალიან საინტერესო. ანუ მეუბნები რომ არის შესაძლებელი რომ მე თქვათ თუ ვარ ცუდად იქ არ არის იმის ბრალი რომ თქვა დღეს მე ცხოვრებაში არ გამიმართლა. შეიძლება იმის ბრალია რომ ჩემს სხეულში არის დაგროვებული ნეგატივი. აბსოლუტურად კი. ეს ძალიან მაგარი მიგნება, მართლა თუ ეგრე. მართლა ეგრე არის კი, შეგიძლიათ სადო. ძალიან მაინტერესა ხო რომ სადო. შეგიძლიათ სადო ხო. იმიტომ რომ რეალურად twin-შიც ხო ძალიან ბევრი ფოლდერი გაქვს, რომელიც პროსტო არის გადასაგდები. უნდა მიხვიდე, როგორც აი სახლში ძალიან ბევრ დაგროვებულ ნივთს, რომლებსაც რაღაც არ ვცილდებით ადამიანები, უნდა გაანთავისუფლო, რომ ახლისთვის იყოს ადგილი, ახალი ემოციებისთვის. კი, აი მე ძალიან მიყვარს ხოლმე ეგეთი მაგალითი რა, ადამიანი რო აღიქვა როგორც ჭურჭელი რაღაცა, ოღონდ აი გამტარი ჭურჭელი რა, ესეთი გრძელი, ისა რა ქვია, აქედანაც რო ჩადის წყალი და იქიდან რო გამოდის და თუ რაღაცით ვაკავებთ ამ წყლის დინებას, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხანი გააჩერებ ამ წყალს ერთ წვრილ ჭურჭელში, დიდი შანსია, რომ ის გაფუჭდეს რა, ეს წყალი რაღაცა მორევად გადაიქცეს და რავი, წყალს რაც არ შეეფერება, ეს ფლუიდობა რაც აქვს, აუცილებლად კარგავს და როგორც კი აი რაღაცებს გამოუშვებ, რაც მაგალითად ემოციები, რაც წყალთან ასოცირდება, ასევე მაშინ საერთოდ სხვა ახალი დინება გეწყება რა, აი სხვაგან ხარ რა, სხვანაირად ხარ, სხვანაირად ხედავ, სხვანაირად გრძნობ. და ძალიან სასიამოვნოა. ოშოს გარდა არის კიდე რაღაცა გზები, რითიც შეიძლება რომ აი არ ვიფიქროთ, თქვა ჩვენთვის ცოტა რთულია. არა, არც უნდა მიუდგე ხა ესე რომ მოდი არ ვიფიქრო. უკვე ფიქრობ, რომ არ უნდა იფიქრო, ანუ შეუძლებელია რა, უბრალოდ აი იმ 3 დღეში უბრალოდ რა გააკეთე მე ვერ ხვდები რა, ანუ ჩემ გონებამდე ვერ მოდის, რა შეიძლება წამიგე 2 წელი იყავი იმ მდგომარეობაში და უბრალოდ შენ თავთან როდესაც გადაწყვეტ რომ ესე აღარ იყოს, მაშინ მთავრდება დეპრესია. და რა არის დეპრესია საერთოდ აი შენთვის? ჩემთვის ახლა რაც იყო, ვერ ვიტყვი რომ ბევრი დეპრესიის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეს ეთყობა ძალიან მინდოდა რა. ეთყობა რაღაცა უნდა გამეგო აქედან და მართლა გავიგე ბევრი რაღაცა და ეს იყო უბრალოდ რაღაცა წარმოდგენებს, რაღაცა ცნებებს ძალიან ვებღაუჭებოდი. ეს არ იყო რაღაცა მასშტაბური და განსაკუთრებული სიტყვაზე ურთიერთობა. რომელსაც ძალიან ვებღაუჭებოდი, რომელიც ვიცოდი რომ აღარ ვარგოდა, რომელიც ვიცოდი რომ ანუ არაფერში აღარ ეწერა, მაგრამ აი ბევრი წელი რო გაქვს სიტყვაზე ურთიერთობა და უკვე კომფორტი როა ეს ურთიერთობა გამხდარი და აი ერთ-ერთი მიზეზი მაგალითად ეგ იყო, რომ არ ვუშვებდი რა, ესე ვერ ვიტყვი რომ რამე იმედი მქონდა ან რაღაცა, ხო რაღაც შეგრძნება ყოველთვის გაქვს ადამიანს, რომ რაღაცა დასრულდა და რამდენიც არ უნდა ესე იგი ეჭიკავო, შანსი არ გაქვს რა და ზოგი ურთიერთობაზე იყო, ზოგი მაგალითად რაღაცების კეთება, აი მაგალითად ოშოს აქტიური მედიტაციების ფასილიტატორობა მინდოდა და ამოჩემებული მქონდა, რომ არა მე მუსიკოსი ვარ და ოღონდ თავი იმასთან დაიშვა. რაღაცა გაშეშებულ იმაში ვიყავი სიტუაციაში, ესე ვთქვათ და
ეს ამის რაღაც სპირალინგი პოსტსამშობია რომ მდგომარეობა მოახდინა, უბრალოდ აი რაღაცები იყო დამალული, რაც მე ამან გაამძაფრა და ყურადღება მიმაქცევინა უბრალოდ რა, თორე ეს ახ საიდან არ დამართნია. რაღაცებს უბრალოდ ხაზი გაუსვა და ეგეც, საჩუქარი იყო პრინციპში რა. იმიტომ რომ მივხვდი მაგალითად რამ შეიძლება რომ შემაწუხოს ცხოვრებაში. აი ბანძმა ურთიერთობებმა მაგალითად ან ზედმეტმა ფიქრებმა ან ერთი და იგივეზე ფიქრებმა და ესეთი რაღაცები ამოყარა უბრალოდ აი რამდენადაც ძალიან რთულია დეპრესია და იმ მომენტში რა აი რო იციან ხოლმე მაგალითად რომ დეპრესია თუ გაისეირნე და ოკეი ანუ რო შემეძლოს ვიზა არ შემიძლია რა ამ მომენტში რა მადლობა რჩევისთვის მაგრამ კაი სინამდვილეში ხო მართლაც გეუბნები რომ კი უნდა ისეირნო კარგად იყვება და გამოიწნო და ივარჯიშო და მართლა გეშველება 90%-ით მაგრამ თვითონ რის გამოც გემართება ყოველთვის იმისთვის თვალებში ჩახედვა არის ყველაზე რთული რომ აი რა იყო ეგ ერთი კონკრეტული რამაც მიბიძგა რომ მე აი არ ვიცი ვიწვე მაგალითად ან არ ვიცი რაღაცა არაფერი არ ვაკეთო როგორც კი მაგას ჩახედავ და დაინახავ და თვითონ აი კონკრეტული მდგომარეობების აღიარებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მე ვაღიარებ, რომ დეპრესია მაქვს. ეს უკვე გაძლევს შესაძლებლობას, რომ აღარ იყო დეპრესიაში. მანამდე თითქოს სახელი არ ქვია რა ამას რა და როგორც კი სახელს აძლევ, ეგრევე სხვადასხვა გზები იხსნება, რომ ოკეი, დეპრესია თუ მაქვს, ესე იგი ვიცი, დაახლოებით საით შეიძლება რომ წავიდე, კარგის მხრივაც და ცუდის მხრივაც რა. ხო, მე ვფიქრობ, რომ აი შენ რაც თქვი, რომ თვითონ პრობლემებს თვალი უნდა გაუსწორო, ეს არის მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რა. მაგას თუ არ გააკეთებ და როგორი მწარეც არ უნდა იყოს, რომ შენ იმ საძაგელმეს თუნდაც, რომელიც საერთოდ არ მოგწონს, თვალებში ჩახედო, იქნებ უბრალოდ რისი თქმა უნდა. კი, ეგ საძაგელიმე ყოველთვის არის ხოლმე თან შენი ყველაზე დიდი მცველი რა. რომელიც უბრალოდ ვერ ხვდება, რომ იმ მომენტში შენ დაცვა აღარ გჭირდება რეალურად და ცოტა სხვა თავდაცვის მექანიზმშია და ხო რა ინსტინქტია უბრალოდ რომ აი ასე იცის მან და მე მაქვს ძალიან საყვარელი ტექნიკა აი მედიტაციებზე ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ აი ეგეთ რაღაცებს აი სირცხვილის გრძნობა გაქვს მაგალითად ან აი იმ რაღაც შენი საძაგელი მეს ვერსიის განცდა რაღაცა რა არასასიამოვნო გაქვს ეს არის იმდენად საყვარელი ტიპი სინამდვილეში რასაც შენთვის ძალიან კარგი უნდა რა просто ვერ ხვდება რომ იმ მომენტში შენთვის კარგი სხვა რაღაცაა და ყოველთვის უნდა წარმოიდგინო აი თუ მაგალითად კარგი წარმოსახვის უნარი გაქვს რომ ამ რაღაცა შენში შეხუტები რომ აი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავი და მადლობა რომ ამდენი წელი დამიცავი ან სირცხვილს ეხუტები რომ მადლობა რომ აი ამდენი ხალხისგან ეხა დამიცავი და ხო მე მართლა ოთახში ვიყავი და ვერავინ ვერ დამინახა რა კარგია მაგრამ ეხა აღარ მჭირდება ეს და შემიძლია რომ გაგიშვა თავისუფალი ხარ და ეს ძალიან შველის ყოველთვის შველის თან რამდენჯერმე თუ გაამეორებ მით უმეტეს რა კომპლექსებსაც იგივე შეგიძლია უთხრა და აბსოლუტურად ყველაფერს როგორც მოვხდე რომ კი შენ შიშები გქონდა აი მაგ შიშები არა უფრო პანიკური შეტევები აუ არა ერთადერთხელ არ ვიცოდი ეს რა იყო მარტო ინფორმაციულად რა და ერთადერთხელ აი რაღაც დეპრესიის დროს მივხვდი ეს სიმპტომებით მივხვდი რომ ეგ იყო და მეთქი აი ძალიან ზედმეტია ჩემ ცხოვრებაში ისედაც სულდათ ვარ და ნაღდათ რაღაც არ ვიცი აი რო გიბნელდება თვალებში არ ვიცი რაღაც უცნაური განცდები მქონდა რა არ მახსოვს ძალიან წამიერი იყო მაგრამ მეგონა რომ ეგ იყო და ვიფიქრე რომ ეგ იყო და მართლა ძალიან ზედმეტი იყო რა აი რაღაცა აი ძალიან ნეიტრალურად რო ვარ ხოლმე მიყვარს ანუ არც ძალიან ვაუში ტირდები და ვაუ რა მაგარია და მიხარი არც ეგ არ მიყვარს და არც ძალიან დრამაში და ეგ იყო ძალიან ზედმეტი დრამა უკვე რა ხო ტაროს შეიძლება ხო კამერასთან ვთქვა ტაროს შლის აი მართლა გეუბნები ოღონდ თუ მე ენერგეტიკებს ადამიანების ბავშვობიდან ძალიან კარგად ვგრძნობ მე მჯერა რომ შენც გრძნობ ენერგეტიკას ისიც ვიცი რომ არ გასცემ მარტივად რაღაცა შენი ის გაქვს ხედავ გრძნობ რა ანუ იქ შესვლა ცოტა გამიჭირდება რა თუ შენ არ მოინდომე ვერ შემოვა რაც ძალიან კაი დამცავი ის გაქვს შრე ენერგეტიკული მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ შენ ხარ საშინლად არის ქართულად ეგ სიტყვა ხა ალქაჩს ვერ უწოდებ რა შენ ხარ
witch-ი. ეგრევე. არც ერთი ენა როგორ გამოვიყენე. You're a witch. აი მართლა აი ამაში ძალიან იგრძნობა. ძალიან ძლიერი ენერგეტიკა. ხო და ალბათ ძალიან კარგად შლი ტაროს, ხო? ცუდად არ ვშლი ხო? მაგრამ ისინი მაქვს ხოლმე პერიოდები რა, სულ ესე არ ვშლი. აქ დიდი ენერგია მართლა როგორც ამბობენ. არ ვიცი, რავი. ალბათ ცოტა თუ გაქვს ენერგია წაგართვებს ბევრს, მაგრამ ჩემთვის აი ძალიან სხვა ვიბრაციაა და როგორც კი მაქედან გამოვალ ხოლმე, საერთოდ ეგეთი რაღაც არის ჩემთვის სხვაები არ ვიცი, მაგრამ არის რა თქმა უნდა, ხა ყველა კარტს თავისი მნიშვნელობა აქვს და ყველა კომბინაცია შეგიძლია რომ ამოხსნა ხა ესე ლოგიკურად რა, აი ბავშვსაც რო დაახედოთ, ჩემ შულს ვათამაშებ ხოლმე მაგალითად ბევრი დასტამაგ და ვერთობით ხოლმე ისტორიებს ვიგონებთ, რომ ეხა ამ ქალმაო ისაო და რაღაცებს იმას შვებით რომ გადაობთ რა. ვერ ხვდება ხა თვითონ რა არის რაღაცა ნახატებიანი კარტები აქვს დედას და ჩვენ გვაშინებენ რომ სხვის კარცხელი არ შეიძლება ახლო. ხა დედის კარტს? დედის კარტელი. არ ვიცი, ხო, სხვის კარტებს მეც არ ვეხები ხოლმე, იმიტომ რომ ხალხს ზოგადად გაწმენდა ეზარება როგორც ასეთი. ხანდახან მეც მეზარება ხოლმე, მაგრამ აი ამ კომბინაციებს მიღმა ყველა რაღაცა იმას რა ქვია როგორც მაგალითად გაკვეთილს ან მოცემულობას რო შეხედო რა თითოეულ არკანს თავისი ენერგიები აქვს რა და არის ხოლმე ჩემზე არ მაქვს საუბარი ზოგადად რომ აი ამ ენერგიებში რო შედიხარ კი არ კითხულობ კი არ ცდილობ რომ გაარკვიო ეს კომბო რა იქნება აი რაღაცას აჩენელინგებ რა რეალურად რა რაღაცა სხვას იჭერ სხვა ენერგიას იჭერ და მე ამას უბრალოდ თარგმნი რა და მაგას ხო რაღაცა ენერგია მიაქვს კი და ხან ისეთია ხან აი გააჩნია რა მე მაგალითად ესე ვიღაცებს ვუშლი და რაღაცა რა ჩემ თავს ვუშლი ხოლმე და რაღაცა აი ძალიან ახლო მეგობრებს ისე ეგ უნდა ყოფილიყო შემდეგი შეგვიძლია გაგიშლით თუ არა გაინტერესებს ძალიან ცუდ ფორმაში ვარ კი არ მეზარება მართლა ძალიან ცუდ ფორმაში ვარ იმიტომ რომ რაღაც 3 თვის წინ დაახლოებით რაღაც არ ვიცი მაგ განწყობაზე ვიყავ ბევრი საქმე არ მქონდა ეთყობა და თან ახალი დასტები მქონდა და ვშლიდი და აი მართლა ყველაფერს რო იკითხავ რა ბოლოს რო კარც რა შვები თუ აი რა ხდება რომ შენ თვითონაც არ იცი და რა შვების ეკითხე და მართლა პასუხობს ეგ არის სასაცილო რომ რაღაცა ისეთი ამოდის რომ ხო რა ვიშენე შვები და აუ ძალიან შევყევი რა იმდენი ვშალე რომ აი აზრი აღარ ქონდა რა და მაშინ თქვი თებერვალში იყო ეგ რომ მეთქი სანამ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არ გამიჩნდება მანამდე თავს ვანებებ და მე თვითონაც ხვდება ხოლმე რა რომ ხო მარღირს ურთიერთობა და ძალიან დიდი ხო თებერვლის მერე მოკლედ არ გამიშლია მაგრამ ალბათ დაბრუნდება გასული მარტო წარმოიდგინე ალბათ ორ თვეში იქნებ შეძლო. ძალიან მაინტერესებს, რომ შენ გონია რომ კიდე სხვანაირად გაშლი. იცი რა მაინტერესებს, სადაური ენერგეტიკაა და ვის რა ენერგეტიკაა, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს გცემს. ვინ არის, ვინც ამაზე პასუხს გცემს? ჩემ წარმოდგენაში ესეა, რომ ჩვენ ვიმყოფებით სად გადაიზარდა ეს პოდკასტი? მეშინია უკვე. ჩვენ ვიმყოფებით, ესე იგი რაღაცა ველში აი consciousness როგორ არის ცნობიერ ველში ან ცნობიერების ველში რომელიც არის უგიჟესი ინტელექტი რომელსაც შეუძლია აი ესაც ამასაც რო აკეთებ ეგ აკეთებს რა ანუ აი ზოგი ღმერთს ეძახი ზოგი ველს ეძახის რა რავი ბევრი რაღაც შეგვიძლია დაარქვა და არის უბრალოდ რაღაცა ხელსაწყოები რომელიც შეგვიძლია გამოიყენო იმისთვის რომ ეს ველი სხვანაირად წაიკითხო რა ჩვენ ხო ჩვენი სენსებით ვგრძნობთ მარტო რა აი ზირითადად ხსუნი, სმენა, ხედვა, ზოგს მე რაღაცა which რაღაცეები სხვა სენსები აქვს. და კიდე არის რა ეს რაღაცა პატარა ისანი ხელსაწყოები, რომლებიც შეგიძლია რომ გამოიყენო, რომ გაიგო, თქვათ, იმაზე მეტი, ვიდრე ამას შენ გრძნობ. რაღაცა ზებუნებრივი და ის არ მგონია რა, უბრალოდ ერთ-ერთი ხერხია რა. ანუ დემონურს რო ეძახიან, ამაში არაფერი დემონური შეიძლება არ იყოს. არ ვიცი, არ მგონია. დემონებიც ამ ველის ნაწილია იდეაში და ეხა რავი.
ჩემ წარმოდგენებში ეგრეა. ტარო კონკრეტულად არაფერ შუაში არ არის, რავი. ხო, მე ვიცოდი, რომ დემონი ქცემს ყავს უხსოვ ყოველ. რომელი? საინტერესო. ლუცი. ნუ ალბათ თუ კითხავ გაგცემს პასუხს არ ვიცი, მაგრამ ხო ეს ველი ზოგადად რაღაცა ნეიტრალური ტიპი რა, ნეიტრალური მგონია რა, ეს ძალიან აი საერთოდ არ მიყვარს იმაზე მეტ მნიშვნელობას რო ანიჭებენ რაღაცას, ვიდრე რეალურად აქ მაგალითად ტაროს თვითონ სისტემა ესე ძალიან საინტერესოა, როგორ არა, მაგრამ ეს სისტემა იმისთვის არის, რომ შენ რაღაცას მოარგო ხო, რაღაცაში აპლიკაცია გააკეთო და ეს არის ზუსტად რომ ველი გადმოთარგმნო მაგალითად რა და სხვა დატვირთვა ესე არანაირი არ აქვს. თავისი ენერგია და კარტსაც არ აქვს ის ენერგია, იმ კარტის მნიშვნელობას აქვს ეგ ენერგია რა. სიმბოლოა მოკლედ რაღაცის ენერგიის სიმბოლო, რომელიც რა თქმა უნდა რომ ნეიტრალურია. იცი რა მაინტერესებს, ეხლა ეგ კითხვა მჭამს და უნდა დაგისვა. შენი განქორწინების მერე. ფიქი ტიპი გახდი უფრო? ხო, რა ფიქი არ გავხდი, ძალიან გამისწორდა მარტო ყოფნა და ძალიან რაღაცა ისეთი თუ ავხვთოვან და ეხა რომ ვაუ, აი ეს მაკლია ჩემ ცხოვრებაში, არაფერი არ მაკლია, ეხა რომ მკითხო. ნუ რაღაცა მაკლია ალბათ, მაგრამ ნუ ეგეთი მნიშვნელობის და მეგამასშტაბის არაფერი არ მაკლია. აი იმედენად სასიამოვნოა ეხა ჩემთვის მარტო ყოფნა და ისე შევივსე, ესე ვთქვათ, და იმდენად მიეცა ჩემ ქალურ საწყისას და მამაკაცურ საწყისას საშუალება, რომ გამოვლინდნენ და აი რაღაცა ერთიანობა შექმნან, რომ ხო, თანაცხოვრობენ კარგად ერთად. ხო, აი ძალიან ჰარმონიაში ვარ. ძალიან აი ყოველდღე ვიღვიძებ უბედნიერესად, ვიძინებ უბედნიერესად და ვიღაცა სხვათა შორის ვიღაცა რომ წერს ხოლმე სულ წარმოვიდგენ რომ ნუ ეხლა უყეს ხო ოკ და მე რა ეხვალაც რომ მომწეროს როგორ ხარ მე მან დრას შვები იმიტომ რომ არ მინდა რომ გავიღვიძო და აი რან შვები რომ დამხდეს და აი რაღაცა health care check თუ რაღაცა არ მინდა რომ ინფორმაცია რა ვიცი რა შვები რა მნიშვნელობა აქვს რა შვები და უინტერესო გახდა რა ეხლა ეს შეიძლება სულ ესე არ იყოს რა თქმა უნდა მაგრამ სულ ესე ალბათ მოსაწყენიც არის რომ იყოს არ ვიცი იცი რა სხვათა შორის გააჩნია მე მგონი მიჩვევა იცის ძალიან მარტო ყოფნამ და ზუსტად აი მაგ ჰარმონია მიცის რა ჩემ თავთან მე ბიფი არ მაქვს ეხა მაგალითად რა თუ მაქვს მარტივად ვაგვარებ მაგრამ ვიღაცასთან შეიძლება რომ მარტივად გამიჩნდეს ეს რაღაცა ისენი რა ქვია შებრძოლებები და რაღაცა და როცა ეჩვევი აი რაღაცა ნატურალურ სასიამოვნო ჰარმონიულ მდგომარეობას და ბევრი წელი გრძელდება ეს მდგომარეობა მე ძალიან რთული ხდება რომ ვიღაცა შემოუშვა რა ანუ ის კი არ არის რომ რაღაც ჩემი პირადი სივრცე დამერღვეს ჩემი პირადი ჰარმონია არ მინდა რომ დაირღვეს რა აი მაგალითად დედაჩემს ველაპარაკებოდი იმ დღეს ძალიან ბევრი წელია მარტოა და შენ რომ მე მგონიო რაღაცა ჩემსავით ხარ და მე თქვენ რა პრობლემა გაქვს რომ შენსავით ვიყო ძალიან კარგად ხარ რა თუ არ ხარ მეთქი თქვი ანუ რაღაცა მიმანიშნე მაგრამ აი რავი ეხლა ამ გადმოსახედიდან არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება რომ მართლა სულ მარტო ვიყო იმიტომ რომ ძალიან კარგია კარგი არის სხვათა შორის მე არ ველოდი და თურმე მართლა ძალიან მაგარია ჩემი გამოცდილებიდანაც ვამბობ მაგრამ არის რა მომენტები ცხოვრებაში ალბათ როდესაც გინდა ხო წარმოგედგინა შენ თქვა ვამბობ რომ რაღაცა წლების მერე შენ და შენი ოჯახი ერთად საღამოს კინოებს არა მე და ჩემი ოჯახი მუსიკას ვაკეთებდით ერთად და ეგ წარმომედგინა და მე მოხდა რომ აღარ ვაკეთებდით მუსიკას ეს ჩემი ოჯახური იდილია ამით დასრულდა არანაირი ცეცხლი და ეს რა ქვია პიკნიკები ერთად ხო და აი არ განმივრცე ისე ეგ ძალიან რთული მომენტია გასააზრებლად უბრალოდ არ ვიაზრებთ ხოლმე რა როდესაც აი დაშორება აუცილებლად მისაღებია ეს გადაწყვეტილება რომ უნდა დაშინოთ რომ ტოქსიკურობაში გადადის და უკვე სწრაფად ერთმანეთი კი არ გზიზღდებათ საკუთარი თავები გზიზღდებათ ერთმანეთთან ურთიერთობაში იმიტომ რომ მე ჩემ თავს ისეც ვავლენ როგორ შენთან როგორც აღარ მომწონს ზუსტად კი და მე შენ თვითონვე იჯერებ რაღაც მხრივ რომ ეგეთი ხარ რა რაც არ არის არასდროს არ არის ძირითადად ეს სიმართლე და მაგიტომ თუ არ ვიცი ხო მე მგონია რომ
მალევე შევამჩნიე ჩემ ურთიერთობაში ეგეთი რამე. ჩემმა ყოფილმა შეიძლება ვერ შეამჩნია და რაღაცნაირად მარტო არ მივიღე ესე ვთქვათ ეს გადაწყვეტილება რა, ესე რომ ჩაო და მე მგონი აღარ გიყვარვარ, კარგად იყავი, ეგრე სამწუხაროდ ეგრე არ ყოფილა. კარგი იქნებოდა რომ ეგრე ყოფილიყო, ძალიან ბევრ წელს დავზოგავდი და ძალიან სხვაგან ვიქნებოდი ჩემი აზრით ახლა, მაგრამ ნუ ხო რა ბევრნაირად ხდება. ეხლა უკვე მაქვს ეგ გამოცდილება. და რთულია რა მაგის გააზრება, რომ იქ სადაც ხარ სიყვარული აღარ არის რა. იცი რა არის, აი რო გითხრა რომ ეხა ჩემი ყოფილი ქმარი ესე, როგორც ადამიანი ძალიან მიყვარს, he's so cute, მაგრამ ერთად ცხოვრება არანაირად არ გამოგვდის რა და ზუსტ ძალიან სწორად თქვი რომ მე შენ თავს მართლა ისეთად ავლენ რომ მე თვითონ აღარ მევასება ჩემი თავი და მე თუ ჩემი თავი არ მიყვარს შენ ვერანაირად ვერ მეყვარ, ვერც ერთ კონტექსტში ვერ მეყვარები საერთოდ რა და ისიც მე ისეთ ხედავს როგორიც არ ხარ, გონია რომ ეგეთი ხარ, კიდე უფრო მეტად გტენის რომ ეგეთი ხარ, ამაზე შენ კიდე უფრო ღიზიანდება და კოშმარი ხდება რა ბოლოს რა და ჩემთან აი ცოტა ეგ სიტუაცია ჩემი გადმოსახედიდან იყო და აი არაფერს ესე არ უნანობ ხომ რა უნეტა არ მექნა, მაგრამ ხო რა, აი კარგი იქნებოდა რომ ეგ რაღაცები არ გამევლან, ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა ალბათ ის წლები, მაგრამ ესეც ნუ რა ვქნა სასიამოვნო კი არა და საინტერესო გამოცდილება იყო ესე თუ ისე. ხო. ხო მე ჩემი გამოცდილებიდან გელაპარაკე ხა რა ძალიან ხო. ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა როცა ადამიანს სულ ცოტა ხნის წინ გიყვარდა საკუთარი თავი ამ ადამიანთან ერთად და ეხლა შენი თავის მიღებლობაც აღარ გაქვს უკვე ამ ურთიერთობაში. კი, და ძალიან ბუნება საერთოდ აი ანუ ეგეც როებითია მაგასაც ეთანხმები? მაგის თქვენს ვაპირებდი ხო? ხო, მე ვხვდი. აი ვისიც არ მინდა რომ ჭერო. მაგის თქვენს ვაპირებდი ზუსტად. სამუდამ აი კუბომდე რომ იყვება ეგეთი სიყვარული არ გჯერა? ჯერა ოღონდ ანუ პიროვნულის კი არა, რა ქვია, პარტნიორულის არა ვიცი. ნუ დედაშვილურის და ეგეთ რაღაც არის ესე. დედაშვილურიც რა ვიცი, მგონია საერთოდ, რომ ეს ურთიერთობები ძალიან თავს გვაქვს რა მოხვეული, რომ ასე უნდა იყოს, ცოლი და ქმარი სულ ერთად უნდა იყვნენ და აი შვილი თუ ნუ რაღაცა ის ყავს, რა ქვია. ნუ არ ეწერება არსად, მაინც ჩემი ყველა მიყვარს ესე რა, აი საერთოდ ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ რაღაცა გავაბუქო ამ გრძნობებში და წარმოვიდგინო რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია მე რომ ხა შენ მიყვარ ხარ, რომ აი უნდა ვიშფოთო ამაზე და ვინერვიულ, ანუ შემიძლია ძალიან დისტანციურად მიყვარდა სინამდვილეში და ზუსტად აი ეს დისტანციური სიყვარული არის რომ მე გახვედრებს რომ აი ყველაზე მეტად მე რაც მიყვარს მაგალითად არის ისე ფანატიკურად ჟღერს შეიძლება, მაგრამ არა ვიცი სამყარო რა, ოღონდ ეს ფანატიზმამდე კი არ მიყვარს როგორც ჟღერს. უბრალოდ აი სამყაროში ყველაფერი იგულისხმება, შენც, ჩემი შვილიც, ჩემი ყოფილი ქმარიც, ვიღაცა ვინც საერთოდ არ ვიცი ვინ არის და აი ძალიან ნეიტრალური არის ეს გრძნობა, მაგრამ იმდენად დიდი არის, რომ საბოლოოდ მასშტაბური სიყვარული გამოდის და ალბათ კუბომდე თუ რამე მიგაქვს, ეგ მასშტაბური სიყვარულია. ნუ ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი. კიდე განთავისუფლების და ახლიდან დატენვის რა გზები გაქვს გარდა ოშოსი? აუ რა, რთულიც მაქვს და მარტივიც მაგალითად გახვიდე ბუნებაში და ფეხზე გაიხადო. ეგ მაგარი. რა ვიცი, მაგაზე მარტივი არაფერი არ არის ხო? დასმას იხსნი და მაგრამ იქიდან ძალიან ბევრ ენერგიას იღებ და ძალიან ბევრ ენერგიას უშვებ. რაღაც ჩემი პრაქტიკებიც მაქვს, რაღაცა ოკულტური პრაქტიკებიც მაქვს, მაგრამ სიმარტივე ზოგადად მიყვარს ძალიან და მაგალითად ბუნებაში ეგ საერთოდ რაც არ უნდა გააკეთო ბუნებაში კი სახშიც რო იყო რო უთხრა შენ თავს რომ მე მზად ვარ რომ რა ვიცი განვთავისუფლდე და რაღაც ახალი შემოვუშვა ჩემში, ეს აუცილებლად ასე ხდება რა. უბრალოდ თუ ადგილიც გიწყობს ხელს რომ ბალახში დგახარ და არა იმაზე ლამინატზე, ეს რა თქმა უნდა ბონუსია, მაგრამ სადაც არ უნდა იყო ყველგან შეგიძლია იდეაში. მანიფესტაციის ვიცი რომ გჯერა, იმიტომ რომ თქვი კიდეც თუ გაქვს რამე ისეთი აი ჯადოსნური ხერხი ნაპოვნი, რომელიც მე საერთოდ
ჯადოსნობების, ჯადოქრობების, ვაფშე ყველაფრის მჯერა, ქალთევზებიცაც მჯერა და ვერავინ ვერ დამარცხნობს, რომ არ არსებობენ. მართლა მჯერა ყველაფრის, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლიათ. ხო, სხვა შორის მეც ვფიქრობ, რომ რისი წარმოდგენაც შეგვიძლია, სადღაც არსებობს, რა ისე ვერ წარმოიდგენ რა. და საერთოდ აი მაგ სამყაროში ცხოვრება ძალიან მომწონს, სადაც აი ეს ყველაფერი რეალური შეიძლება იყოს, რა. დაიმჯეროდეს რა, და ვიღაცამ ჩათვალოს. და ოდესმე შეიძლება მართლა დაინახო ქალთევზა. არ გამოვიწყო. ვიღაცამ შეიძლება არაშვილო ცოცხი არის უბრალოდ ზღვაში, მაგრამ მე ვიფიქრებ ქალთევზა. ახლა და აი რამე ხო არ გაქვს ნაპოვნი ეგეთი ცოტა ჯადოსნური ხერხი, იმიტომ რომ ცოტა იქით ხარ რა. და მგონია რომ რაღაცა გექნება მაინც ნაპოვნი, რომელიც მანიფესტაციისთვის. ხო, აი ჩვენ ნოცნებებს რეალობად აქცევს. აუ, კი, მაქვს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთულია რა. არ ვიცი რა. ესეც რაღაცას ვარ დაკვირვებული, რომ აი რაც არ უნდა იფიქრო დღეების თუ წლების თუ საათების განმავლობაში არ არსებობს რომ ის არ მოხდეს უბრალოდ იმდენად რენდომ ფიქრებია ხოლმე რომ არც გამახსოვრდება რა ეხლა დღეს ხო არ გახსოვს თავიდან ბოლომდე რეებზე იფიქრე მაგრამ რაღაცებზე იფიქრე რა და ეს რაღაცები მე ბრუნდებიან აუცილებლად ანუ მე ასე ვხედავ და ჩემი გამოცდილებით ასეა რომ რაც არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა ის არის ჩემი გარეგანი მდგომარეობაც უბრალოდ ხანდახან ამას ვერ ეთანხმები, იმიტომ რომ არ გჯერა რომ შეიძლება აი ეს ცუდი ცხოვრება რატომ უნდა მინდოდეს, ან რატომ უნდა მინდოდეს რომ ის ვიყო ღატაკი ვიყო, ან ავად ვიყო, მაგრამ რო დაუფიქრდე და ჩაუღრმავდე, ხო, გინდა სინამდვილეში რაც ძალიან რთულია რომ დაეთანხმო შენ თვითონ შენ თავს რომ კაი ხო მინდა რომ ღატაკი ვიყო. მაგრამ ხო მინდა რომ ღატაკი ვიყო. მე მქონია სხვათა შორის ეგეთი მომენტი რომ აი მინდა რომ ღატაკი ვიყო. მართლა ვიყავი მე ღატაკი, სერიოზულად ვიძახე. იმიტომ რომ გაინტერესებდა ეგ მდგომარეობა. ხო, უბრალოდ ის არის რა, სულ გვინდა რომ რაღაცა ძალიან ოცნების ცხოვრება ავაწყოთ და ჩვენი ის გვაქვს რა ქვია, ინსტრუქცია, ჩვენი რაია რაღაცა ვიღაცებმა მოგცეს ინსტრუქცია რომ კარგად თუ გინდა რომ იცხოვრო ეს და ეს უნდა გქონდეს და ამას უნდა აკეთებდე და სინამდვილეში ანუ იმდენად თავისუფლად ხარ მოვლენილი აქ და იმდენი გამოცდილება გაინტერესებს რა სინამდვილეში განა შედეგი რავი რამდენ ადამიანს ქონია რომ აი მინდა რომ ამას მივახციო და აუ რა მაგარია ეს რომ მქონდეს და მიაღწევ და არაფერი არ ხდება მაგრამ აი სანამ ხო შეგრძნება სიტყვა გამოცდილება სიტყვა უბრალოდ და ზუსტად აი 1-3 წლის წინ დავაფიქსირე სადღაც ვიყავი და ძალიან ჭარბობდა ცისფერი ფერი და პირველად დავაფიქსირე რომ მეთქი რამდენი ცისფერია რა იქ რაღაცა ტბა იყო იქ რაღაცა ვიღაცამ გაიარა ცისფერი ეცვა და მეთქი რა ლამაზია როგორ მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში ბევრი ცისფერი ფერი შემოდიოდეს შემოვიდა მართლა, ანუ აი მეორე დღიდან რაღაც გადავიხედებოდი ვიღაცას ცისფერიაცვე, ცისფერმა მანქანამ გაიარა. ცისფერი კი არ შემოვიდა, უბრალოდ მე ჩემი ფილტრი შევცვალე, რომ აღვიქვა ეს. შემჩნევა დავიწყე და ზუსტად ეგ არის მანიფესტაციაც, რომ ფული მინდა, დაიწყე მაშინ ფულის შემჩნევა. იმიტომ კი არა რომ აუ გამდიდრდე და მე რავი რამეს ვიზავ. რავი სიამოვნებას იმ ცისფერი ფერისგან ხო სიამოვნებას ვიღებდი არაფერი სხვა სარგებელი არ მქონია გარდა იმისა რომ ესთეტიურად ვუყურებდი და ძალიან კარგი იყო ფულზეც ანალოგიურად აი როგორ მე სიამოვნებოდა ეხა რომ მქონდეს აი რაღაცა luxury life რაუ დაქალებთან ერთად ამას ვიზავდი და აი ეს ვიგრძენი აი ხაც რო ვთქვი ვიგრძენი რომ ჩემ გოგოებთან ერთად სადღაც ვარ და რაღაცას ვაკეთებ და აუცილებლად მე ეს რაღაცა shifty არის რა ფილტრის რომ ოკეი შენ თუ ეს გინდა მაშინ აჰა აღარ მე იმის აღებაც უნდა იცოდე ეგეც რაღაცა ცალკე თემაა რა ესე დაგეცეს ესეც ხდება ხოლმე რომ დაგეცეს მაგრამ ხო რაღაცები ხო გვეძლევა უბრალოდ ვერ ვამჩნევთ მე იმიტომ რომ სხვა შეფუთვით ველოდებით ხოლმე აუ კი მე ზუსტად ვიცი რომ ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეთია როგორც მე მინდა რომ იყოს უბრალოდ რამდენად გაცნობიერებულია ჩემი მინდა ეს სხვა საქმეა რა ძირითადად არაცნობიერიდან მოდის ეს რაღაცეები რა მათ შორის ქმედებაც და მათ შორის ცხოვრებაც თლიანად და როგორც კი ცნობიერში ეცდები რომ გადმოიტანო რაც ძალიან რთულია და ძალიან ბევრი რაღაცა უნდა გაიარო და ძალიან უნდა ეცადო მით უფრო მართლა მე ის ხდება რაც გინდა რომ მოხდეს რა მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება სპონსორი
და ვინსაც უნდა რომ დაგვასპონსოროს ძალიან გთხოვთ, მოგწერეთ. მე გაგცემთ პასუხს თუ გინდათ მე მომწერეთ პირადად და გეჩათავებით კიდევაც და მოგიყვებით როგორ წავიდა ჩემი დღე და ყველაფერი. კიდე გვინდა რომ გამოგვიწეროთ, გახსენებთ 1000-ად და შენთანმა კიდე კითხვა ძალიან დამეინტერესა, ხა რა ნეგატიური ფიქრები როგორ ვაკონტროლოთ? სხვათა შორის ძალიან საინტერესო ხერხი მაქვს, ხო, ძალიან კარგი კითხვა. ორი ხერხი მაქვს ამისთვის. ერთი არის დაფიქსირება. იმიტომ რომ ფიქრები ხო სულ გვაქვს რა, თუ რაღაცა ზენში არ გადახვედი, ფიქრები გააქვს ძირითადად. მაგრამ არასდროს არ აფიქსირებ რეები ფიქრე და რაღაცა ფილტრი უნდა დააყენო, რომ დაიჭირო, გაიგო, რომ აუ რა შტერი ვარ თუ რაღაცა რო გაგეფიქრება, ოპ, გამოიჭირო, რომ და მე ვაკეთებ ხოლმე ეგეთ რაღაცას, ჩემი მოგონილი ტექნიკა არ არის. აი ამ შენ ნეგატიურ ხმას არქმევ სახელს. მე მაგალითად მოვფიქრე რაღაცა, აი წარმოვიდგინე ვისი აზრი, აი რაღაც სურათ ხატი რო წარმოიდგინე, აი ვისი აზრი მკიდია ყველაზე მეტად, აი მართლა რო აი ზედარშევა, აი ვიღაცა ციცო დეიდა რა. აი ტიპი წარმოვიდგინეთ, ციცო დეიდა თავის ვიზუალით თმა როგორ აქვს, აი რანაირ როგორ სად ცხოვრობს, რით არის დაკავებული. და აი ამ ჩემ ნეგატიურ ხმას დავარქვი ოვე ციცო. და როგორც კი ეს ნეგატიური რაღაცა გაიელებდა ხოლმე, აი ეს ოვე ციცოს რეაქცია მქონდა, რომ მართლა მე რა იმდენად არარელევანტური ხდება ვიღაცა ციცოს აზრი, რომელიც მართლა სულ ერთია შენთვის რა, ანუ აი არაფერში არ ეწერება, იცი რომ ერთ ლეველზე არ ხარ მინიმუმ შენ და შენი ციცო. რომ ეგრევე აი სასაცილო ხდება რა, აი რამდენიმე დღეში, აი ეს ოვე ციცო, ან ვიღაცისთვის რავი ლელა სულ ერთია, ხდება აი სისულელე ჩვეულებრივი რა. 1-2-3 დღე არის რომ უნდა მიაჩვიო უბრალოდ შენი გონება, რომ დაიჭიროს ეს ფიქრები, რომ არ გამოგრჩეს, არ გამოგეპაროს, პატარაც კი რაღაცა ნეგატიური გაგეფიქრა, ეგრევე ვიჭერ ამ ყველაფერს და ვარქმევ სახელს ისეთი ადამიანისას, რომლის აზრიც არ მაინტერესებს რა. ნინა, ძალიან მაგარი იყავი. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა შენ. და მე შენი ოშო მაინტერესებს 11-ში გაქვს ხო? და ანუ პირისპირ გავაკეთებთ ამ ყველაფერს ერთად? კი, ჯგუფთან ერთად. უნდა ჩავეწერო ალბათ. შეგვიძლია ჩავეწეროთ. შეგვიძლია ჩემო სპონსორო ჩემთან ერთად ჩაეწერო. და ოშო გავაკეთოთ ერთად. არ ვარ წინააღმდეგი. ხო, და მე ტაროზე კიდე შევაწუხებ ცალკე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ პირიქით, ძალიან საინტერესო იყო და სასიამოვნო. მადლობა.